რა ღირს ევროპაში ოთახის ქირაობა, როგორც იცით, დამკვიდრებული პრაქტიკა არის და ხელმისაწვდომია, როდესაც ერთი სტუდენტი ქირაობს არა ბინას, არამედ ოთახს რამდენიმე სხვა სტუდენტთან ერთად. ამ შემთხვევაში გაგაცნობთ ფასებს, სად დაახლოებით რა ფასებია და თქვენ კიდევ კომენტარებში დამიწერეთ, თქვენ რამდენად ქირაობთ ოთახებს, თუ კი სტუდენტები ხართ, ან ფასი გეცოდინებთ. მოკლედ, საშუალოდ მიიჩნევა, რომ ჩეხეთში, ლიეტუვაში და ასევე გერმანიაშიც საკმაოდ ხელმისაწვდომი არის სტუდენტური ოთახის ფასი და დაახლოებით ეს 200-300 ევროა. ყველაზე ძვირი არის კოპენჰაგენში და ასევე ლონდონში, სადაც დაახლოებით ამსტერდამშიც დაახლოებით 700-დან 900 ევრომდე მერყეობს, ლონდონში რა თქმა უნდა ფუნტი სტერლინგი და საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასებია სამხრეთ ევროპის ქვეყნებში, როგორც არის პორტუგალია, ესპანეთი, იტალია, სადაც ერთი ოთახის ფასი არის დაახლოებით 400-500 евро. დამიწერეთ კომენტარებში თქვენ რა ფასები იცით და მიცეთ მიმართულება მომავალ სტუდენტებს, რამდენი ექნებათ გადასახდელი. გამომყევით, მე ვარ ნათია, ვსაუბრობ განათლებას. ველოდები კომენტარებს.